სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. მარიამ ჯაშმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას დაწესებულების მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობები გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოლიდარობის ფონდი 2014 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. შეხვედრის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებელსა და სოლიდარობის ფონდ შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ფონდის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან. თანამშრომლობის ფორმატი საკმაოდ ვრცელია, როგორც პროფესორ-მასწავლებლების პირადი ნებაყოფობითი ჩართვის, ასევე უშუალოდ სამედიცინო კუთხით, რამდენადაც ფონდი პირველ ეტაპზე პედიატრიული ონკოლოგიის თემებით არის, ესე ვთქვათ, ძირითადად დაკავებული. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც ძირითადი კერაა ექიმების აღზრდის საქართველოში, ყოველთვის შეუწყობს ხელს, რომ ეს სიკეთე მართლაც გადამდები იყოს და ეპიდემია გავსალდეს საქართველოში.